მოვედით ასურეთში ღვინის ფესტივალზე და დავათვალიეროთ რა ხდება. გურგენიძის მარანი, დაჩის მარანი, ცხუმი, ბაბუს მარანი, ასურეთის ბანხოფი. და მე გავსინჯოთ გემრიელი საჭმელი. ნატალი გადის დეგუსტატორის კურსს და ეხლა მოგვიყვება რა მარნებია წარმოდგენილი. იმყოფებით ასურეთში ღვინის ფესტივალზე, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი და ბოლნისური ღვინოები და შეგვიძლია გავსინჯოთ. გავსინჯოთ. წეთული შალა, რომელიც ამ რეგიონისთვის და ამ კონკრეტული ადგილისთვის ყველაზე დამახასიათებელი და ადგილობრივი ჯიში არის და ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ვეძებ თვალით. როგორ ქვია? ასურეთული შავი ან ასურეთული შალა. ასურეთული შავი, ანუ აქაური ყურძნის ჯიშია. 4 ძალიან მომეწონა. საკმარისია. ქვევრია, ხო? ქვევრი. 3 თვე იყო მაცენა, 3 თვე იყო. ძალიან კარგია. სხეულიანი და ისეთი ხასიათიანი ღვინოა. ბევრს ვერ დალევ ამას, მაგრამ რასაც მიირთმევ ძალიან გემრიელია და დასამახსოვრებელი. ბევრი ახალი ფესტივალი ემატება, მათ შორის არის ეს ფესტივალი, რომელიც წელს პირველად ტარდება და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ ამ მიზანს ემსახურება, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გასინჯოს, თავისი უკავშირი დაუბრუნოს და შემდეგ მეღვინეები, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ამ რჩევებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელი არის ის, ვინც ყიდულობს ღვინოს. ამიტომ რაც უფრო ბევრი ასეთი ფესტივალი იქნება, მით უკეთეს. საქართველოს ესეთი პატარა ქვეყანაა და ძალიან დიდი კონკურენცია და შენ ღვინოს თუ არ აქვს ხასიათი და ინდივიდუალურობა, ის იმ ღვინის გაყიდვა ძალიან რთულია. ანუ კარგზე და ცუძე არ არის აქ უკვე საუბარი. კარგი უნდა იყოს ცალსახად, მაგრამ თან უნდა იყოს განსხვავებული. განსხვავებას როგორ ქმნიან მეღვინეებს? ზოგი ქმნის ბრენდინგით, ზოგი ქმნის ისტორიით. ყველა მიხვდა, რომ რეგიონს აქვს მნიშვნელობა რა. შენ რო ასურეთში ხარ, აქაური აქ გავრცელებული ბაზის ჯიში უნდა მოიყვანო, იმიტომ რომ არ აქვს აზრი, რომ სხვა დარგო, იმიტომ რომ აქაურ მიწაზე ყველაზე კარგად ხარობს აქაური ბაზის ჯიში და ამასთან ერთად უნდა ატარო ექსპერიმენტები. არომატებს, ატმის არომატი რო შეიძლება მოდიოდეს, აი ამ არომატებს როგორ ქმნიან? ანუ ეს არომატები არ არის ხელოვნური, ეს მოდის ნიადაგიდან, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ატამია დამოტებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიური შემადგენლობა ანუ სუნით გახსენებს რომელიღაცა ხილს. მაგალითად, ჩავ ღვინოში ხდება ისეთი ტონები, როგორიც არის ალუბალი, წითელი კენკრა, რა მოვიყვანო კიდე, არ ვიცი, რაღაცა მურაბები და ხშირად წითელი ღვინო არის დავარგებული, ანუ დაძველებული კასრში. ეს ამით გამოირჩევა. ძალიან კარგი. მადლობა. თქვით ქალბატონო. ნატალია გამასინჯე რა ყურძე. ინსტაგრამზე ვერ გიპოვა, მაგრამ ევ მარიამი. ეხლა დავაგემოვნოთ საჭმელი ასურეთის ღვინის ფესტივალზე. ეს არის მწვადი. ეს არის სოსისი და კომბოსტო, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება. ეს არის ყველი. ეს არის ბრეცელი, რომელიც ძალიან მიყვარს გერმანიაში და ნახოთ აქ როგორი იქნება. დავიწყეთ. ყველი და პური. აუ ძალიან გემრიელი ყველია. ეხლა გავსინჯოთ მწვადი. არი. გოგოში. მწვადი ისე რა. მოგეწონა? იგუ! ეხლა დავაგემოვნოთ სოსისი და კომბოსტო. მუსიკა ძალიან ხმამაღალზეა. ეს ძალიან გემრიელია. თამა. როგორ ხარ?
ბრეცელი. გემრიელია, მაგრამ ნამდვილ ბრეცელს არ გავს. მაგრამ ბრეცელი და ყველი ყველაზე მეტად მომეწონა. სინჯოს მჟავე. ეს არის თქვათ სხვა საქართველოს მეღვინეობის რეგიონებში. მშვენივრად ორგანიზებული ფესტივალია, აი გურანი ჩვენებობა. კანჭი შემოგვემატა. ღორის კანჭი. კანი. ძალიან გემრიელია. როცა ფერს შევხედავთ და ცხვირს, მე გადავდივართ გემოზე. გემო არის ნახევრად ტკბილი დავიჯერო? რამეს დაუწერე? 10-დან 9-ს დაუწერ. ძალიან კაი წავიდა. გასინჯობა. ყელა გამოვიდა ჩვენს თავზე. ანი, წამო. ხედავთ სისარტყელას. მოგწრეს თვალებს. წვიმს, მაგრამ ძალიან ლამაზი სისარტყელა. სისარტყელა ერთი, მეორე. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან კარგი ღვინოა. ცოტა ტკბილია. ეს ცოტა ტკბილი არ არის და? ჩემთვის ცოტა ტკბილია. ხო, მეც ცოტა მეტყვი. ჩემ ვიდეოში ჩაქსვამ, კაი? კარგი. რა ქვია? ბარბარე. ბარბარე. ეს დავდებ. საიდან გიჩნდათ? ეთყობა YouTube-დან და TikTok-დან. წერილი ყავს. ხო. რა ლამაზი გამოგივიდა. აჩა. ნატალია როგორი გამოგივა. თუ დაიმახსოვრე, და ოჩახ, ნატალია. ნატალია, გზაში მაჭამე. ჩურჩხელებიც ამოვავლეთ. მაგრამ ეგ ჩურჩხელა არ იყო, მაგას სამეგრელოში ეძახიან იმას ჯანჯუხას. გასინჯავ ნატალი ახლა? ისევ შალას, იმიტომ რომ ასურეთში არის მთავარი წამყვანი ჯიში, კასრის ღვინო, ესე ქვია, შალა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ღვინის ფესტივალი ტარდება და რაც თავარია ამ ღვინის ფესტივალებზე წარმოდგენილია უფრო და უფრო მაღალი ხარისხის ღვინოები.